მოგესალმებით. დღეს დამთავრდა განხილვა, შესაბამისად საბოლოო სიტყვებისთვის და გადაწყვეტილების გამოსატანად 23-თვის გადაიდო პროცესი 3 და 5 საათებზე, თუმცა იმ დაზუსტებით, რომ შეიძლება იმ დღესვე გამოაცხადოს და შეიძლება არა. ასე რომ ზუსტად არ ვიცით 23-ში დასრულდება თუ არა, ზუსტად უпростоად 23-ში ყველა ვარიანტი დასრულდება, 23-ში გამოცხადება. განაჩენი იქნება თუ არა ეს არ ვიცით, ხო? დიახ. თქვენს რჩება შტაბ-ეტილება შეეძლოთ უფრო სწრაფად ფინიშზე გასულიყვნენ. არის იცით ის რომ საქმის დამთავრების შემდეგ განაჩენის გამოცხადება გადაიდოს არ არის რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა. ხშირად ხდება თითქმის ყოველთვის ესე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში მე ვერაფერს მოგახსენებთ მიზეზებზე, თუმცა იმ დღეს რამდენადაც ვიცი მე 23-ში ასევე ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით გამოცხადებაც. ზურასთანაც შეიძლება იყოს გადადებული გამოცხადება. რა არის იცით, როცა დამთავრებული არის საქმე, გამოცხადების გადადებაც შესაძლებელია, გადადებულა გამოცხადებები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ 23-ში ალბათ გამოაცხადებს რომელიმეს მაინც, ან თუ გადაიდება, ყველა ერთად გადაიდება. აქ მნიშვნელოვანი არის რამდენიმე მომენტი, ის რომ აქ სამართლებრივად საერთოდ არაფერი არ არის, ამაზე მე არაერთხელ ვისაუბრე და არავითარი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს იმ მუხლის, რომელიც წარდგენილია, იმიტომ რომ საქმეში არ დევს მთავარი მტკიცებულება ის გადაწყვეტილება და ის ასე ვთქვათ მოთხოვნა რის შეუსრულებასაც ედავებიან კომისიის გადაწყვეტილება საქმეში არ დევს. შესაბამისად ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში კიდევ უფრო ცნაური სიტუაცია ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის არ არის საქმეში. შესაბამისად ამ საქმეს სამართლებრივად არავითარი პერსპექტივა არ აქვს და მაგრამ პროგნოზირება იმისა, როგორ დამთავრდება სასამართლო, უკვე თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ სამართლებრივად ეს საქმე საერთოდ არ უნდა მისულიყო სასამართლომდე, მაგრამ აი გავედით უკვე ბოლოში. ასე რომ დანარჩენი უკვე კი ბატონო, ჯარიმების მაინც არ გაქვთ, ფიქრობთ რომ რახან პირველი შემთხვევაა, იმიტომ რომ ხელმეორე დაბარების პრეცედენტიც არის მაგალითად ხაზარაძის შემთხვევაში. რა არის იცით, ასევე ეს რომ ასევე ჩვეულებრივი შემთხვევა იყოს, არანაირი მოლოდინი იმ შემთხვევაშიც კი სულ მართლა ჩადენილი იყოს ეს დანაშაული, არანაირი მოლოდინი საპატიმრო სასჯელის მი არ მექნებოდა. იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მუხლი არის ერთწლამდე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა და თან არავითარი სხვა გარემოება აქ არ არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ესეთი ტიპის საქმეებზე მარტო სამართლებრივი მდგენელი არა აქვს ამ საქმეს, პოლიტიკური მდგენელიც აქვს და ამიტომ პროგნოზირება რა მოხდება შეუძლებელია. კი ბატონო, მხოლოდ სამართლებრივი ინტერესის ქვეშ რომ იყოს ეს საქმე, დარწმუნებული ხართ რომ იქნებოდა ჯარიმა, მაგრამ ვინაიდან პოლიტიკური არა, მხოლოდ სამართლებრივი ინტერესის ქვეშ რომ იყოს ეს საქმე სასამართლოში არ იქნება. აჰა, არც მივიდოდა. არც მივიდოდა, ძალიან მარტივად რო გითხრათ, დიანა მუხლი არის კომისიის კანონიერი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, მოთხოვნის შეუსრულებლობა და სახეზე არ გვაქვს კომისიის მოთხოვნა, გვაქვს წერილი და წერილი არ არის კომისიის მოთხოვნა, უნდა არსებობდეს გადაწყვეტილება კომისიის, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს კომისიაზე. ესეთი რამე არ არსებობს, საერთოდ ფიზიკურად არ არის ბუნებაში და შესაბამისად საერთოდ არ იქნებოდა ეს საქმე, როდესაც მივიდოდა პროკურატურაში, საქმე არ აღიძრებოდა. გაიგზავნებოდა უკან წერილი, რომ არ არის მიღებული გადაწყვეტილება დადგენილი წესით, რომელიც წერილი სხვათა შორის გაიგზავნა და მოითხოვა პროკურატურამ დადგენილ წესს და მოვიდა ისევე წერილი, რომ ჩვენ ეს მივიღებთ არა კომისიის ხდომაზე, არამედ რაღაც სამუშაო შეხვედრაზეო და არც იმ სამუშაო შეხვედრის მოქმე არ არის საქმეში და არც ის არაა ცნობილი, სად გაიმართა, როგორ ვინ ესწრებოდა, რომელ საათზე ეს საქმეში არ არის და ყველაზე უცნაური ის არის, რომ არც არავინ არ უარყოფს ამას, რომ საქმეში ეს არ არის. უბრალოდ პროკურატურა პროცესი ამბობს, რომ ეს წერილი საკმარისიაო, რომლითაც მე მითხრეს, რომ თითქოს შეხვედრა ჩატარდა. ანუ სამართლებრივი მდგენელი ამ საქმეს არა აქვს, მოკლედ რომ ვთქვათ, საერთოდ. კი ბატონო, ზვიად, ნახეთ წარმოვიდგინოთ, რომ ამ შემთხვევაში იყოს ჯარიმა, ეს ვთქვათ, ჯარიმით დაკმაყოფილდეს სასამართლო. ამის შემდეგ მამუკა ხაზარაძეზე უკვე ვიცით, რომ კიდევ იბარებენ სასამართლოში. სასამართლოში კი არა, საპარლამენტო კომისიაზე.
ამ შემთხვევაში ის ამბობს, რომ ისევ არ მივა. შემდეგ რა ხდება განმეორების შემთხვევაში? ანუ ისევ თავიდან უნდა წავიდეს გირაო სასამართლოს ეს ვთქვათ ეს პროცესი, ანუ რაც გაიარა პირველ შემთხვევაში ის იგივე არის მეორე ალბათ შეეცდა, მაგრამ მე ხარ ვარ ექსპერტი ამ შემთხვევაში ვარ ადვოკატი ამ საქმეზე. ჩვენ მანამდე სანამ ეგ მოხდება, ვაპირებთ გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, რომელიც უკვე დაწყებული გვაქვს, გავაგზავნეთ წერილი, მოვითხოვეთ ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად კიდე რაღაცებს ვაპირებთ, რომელიც წინ გაუსწრებს ამ ყველაფერს, რომელსაც ეხლა მე ვერ მოგახსენებთ. დამოკიდებულია იმაზე, რა დოკუმენტები მოვა პარლამენტიდან, მიიღეს თუ არა შესაბამისი გადაწყვეტილება, თუ იგივე სამართლებრივ მოცემულობაში ვრჩებით, რომელშიც ეხლა ვართ. ანუ თუ იმას, რასაც ჩვენ ვითხოვდით, ესეთი გადაწყვეტილება არსებობს ამ შემთხვევაში მაინც მაშინ ჩვენ შეგვიძლია სასამართლოს მიმართოთ ამ ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებით და ვნახავთ თუ ესეთი რამე არსებობს, თუ ესეთი რაღაცა არ არსებობს, ამ შემთხვევაში მაშინ ესე რა ქვია ალბათ მოგვიწევს იგივე წრეზე წასვლა. ეს მოცემულობა გვაქვს კონკრეტულ შემთხვევებში სამართლად. კი ბატონო, თუ მეორე წრე გულისხმობს ისევ თავიდან გირაო თუ პატიმრობა, უпростоრად გირაო. ეს უკვე პროკურატურის შესაძლებელია. ეგ იდეაში არის ერთი კომისიის ფარგლებში არ გამოცხადება. თუ პროკურატურამ ეს ხელახლა გადაწყვეტა და მიმართა, ეს კიდევ უფრო გასაკვირი იქნება, იმიტომ რომ მაგალითად კიდე წერილი თუ წავიდა რომ აღიძრას ამაზე ცალკე საქმე, მაშინ პროკურატურამ ხელახლა უნდა იმსჯელოს, აღკვეცდეთ და ხელახლა უნდა წავიდეს გამოძიება ცალკე და ხელახლა უნდა ჩატარდეს სასამართლო პროცესი. ცოტა უცნაურია ეს ყველაფერი, ცოტა ესე რა ქვია სამართლებრივ აბსურდამდეც მივდივართ, მაგრამ მოცემულობა ამაში ვიმყოფებით ახლა და გვიწევს ამ სამართლებრივ აბსურდებზე რეაგირება. კი ბატონო, მადლობა. მოკლედ ორ შაბათს იქნება ორივე პროცესი. ახლა ასე სავარაუდოდ შეიძლება არ იყოს გამოცხადება ორ შაბათს. დღევანდელი მოცემულობით კი ესეა. კი ბატონო, ზვიად ძალიან დიდი მადლობა, ზვიად კორძაძე, ადვოკატი იყო ჩვენი სტუმარი ჩვენ